ხამე მშვიდობის მოკლედ უკვე 2:30-ია რა დროს ვიდეოს გადაღება, მაგრამ ამ დროს საქმეს ვაკეთებ და თავს ვიმხნევებდი, ვიხარისებდი, იმითი Evelyn gentleman to here so gentleman უნდა ჩიჩავდე და ისეთ ნევა მაქვს თავიც ტკივა, აი მithშული ვარ მთელი დღე. მოკლედ ალოხოლიც დავლიე. ვალიდოლიც რა ვიცი პიტნის ნაყენიც ჯერ გამიზომია წნევა. ნახოთ ახლა თავის პირისთვის ანუ გინდა მოვიწყდა. ხო მოკლედ ახლა გაჩვენებთ ნახეთ ლამაზია. ახლა გაჩვენებთ რეებს ვაკეთებ, ჯერ კიდე პროცესში ვარ. ჩემ მოწყობილობას გავიკეთებ ახლა ამას. და თან გავაკეთოთ ერთად. მოკლედ იქ წყალი მაქვს მოსშვებული. აქ ეს პატარა ქათამი უყვება. კომბოსტო უკვე დაპატარავდა, ესეთი გახდა. აი ამდენი გავაკეთე. ახლა გადავიხელებ ცოტა. სუფთა მაქვს უბრალოდ მაინც ესე ჩვევა მაქვს. ესეთი სულ ესე ვაკეთებ. მოკლედ ახლა აქ დამჭა ეს და ეს ცოტა ფარში. ესე ვაჭრი ცოტა რთულია კამერიდან რაღაც გაკეთება. იმიტომ რომ ფაქტიურად ვერ ხედავ. თან ეს დანაც არ ვარ და მოკლედ ეს მგონი ბევრია. აი ასე უკვე პატარებია ესა და ცოტა ისე მომეწევს. ესენი უფრო დიდებია მგონი. სულ დუღარე მას ვქენი გავარჩიე. და შევიჭედები ქვემოდან, თორე ესე ვერ დავინახავ. უკვე ხუჭუჭები აქვს და ნუ ეს ფარში შევკმაზე მითი ჩვეულებრივად ქინძი, ოხრახუში, ხახვი, ნიორი, მარილი, ცოტა წიწაკა და მე წყალს რო დავასხავ, ანუ გავუკეთებ იმას. რა ქვია, ტომატს და ის მინდა გავუკეთო ცოტა ქონდარი. ქონდარი მაქვს ადრინდელი, დეიდაჩემმა რომ ისცა დედაჩემს. ცოტა გადარჩა. ესე. ესე. ой, გაიხა. შევცვლი. აი ესეა კამერით გაკეთებული საქმე. არ გამოდის ისე როგორც ადამიანი შენი თვალებით ახლა კამერიდან ვუყურებ და ფაქტიურად ვიცართულია. ახლა ქვემოდან მიჭიტები იქნებ და დავინახოთ ხო და ეს ფარში საერთოდ არის ისეთი ცოტა თხელია.
და ჭირდება დრო რომ დაიწუროს, ნუ ესეთი გამოვიდა ეს ბოლო უკვე ძალიან ტყდება რა მოკლედ. თან ეს ქათამის გავღვეს, არ მოვატრიალო. ფეხები არ ეხსნება, ჯერ ისეთი გაყინულია, მეორე გავალღე. ცივ წყალში რა თქმა უნდა, არ იმაშვები მე თბილში არ შეიძლება. მოკლედ აი ეს ქათამი ამისგან გავაკეთებ საცივს მირჩენია. ეს კომბოსტო გადავდოთ. პატარებს გავაკეთებ აქ. ისე. ვაჭრად იმედა ცუდიდან აი არ იმაშვება. წეგან ვითომ გავლესე და რა ვიცი მაინც ვერა. ისე. უკვე ისეთი ის აღარ არის მოხარშული. ჩავტენოთ გვერდში. თავარია მოხარშვის დროს შეიკრება მერე. მგონჯობია ცოტა ჩავდო, თორე ის ბევრი ვიღე. ფარში სუნი მიყვარს ძალიან. ვანდა საერთოდ ხორცს ჭამდა ხოლმე. აი მარილს რო სინჯავენ მე სულ ყოველთვის მეჯავრებოდა და ვანდა გემრიელად მირთმევდა. ერთი პერიოდი მეც გავსინჯე. რა უშავდასავით. ეხლა ისე რომ უყურებდი ცუდი მას იწევდა რაღაც ასოციაციას და რო გავსინჯე მომეწონა და გამოდის რომ თურმე რა ქვია იმას ტარტარი ესე იგი მომწონს. ესეც ასე. და ატარებია და უკვე ვეღარ გორგაც მაინც უნდა შევკრა. მაინც თავი არ გატყდეს. მეთე ჩემო. აი იყოს ესეთი. ეს ბოლო ის არის და всё. ესეც ასე. ისევ ხელების გადავლება, ნუ ეს გარეშე არ გამოდის. ეხლა ამას დავასხავ წყალს. რო დაიფაროს და დავადგავ მოსახარშად. ახლა მას ჭირდება ტომატი, ოდნავ მარილი, ერთხელ იმდენი მარილი მომივიდა, წვენი იყო ძალიან დამლაშებული. всё, მგონი ეს ეყოფა. არა, ცოტა კიდე უნდა. რო კარგი ხანი უნდა იხარშოს. всё, მაგათ ზედმეტია. მოდით ახლა მას გავიმშრავ ხელები და ნაქვია მას ასანთი. ვანთოთ, ხო ეს ოლივიეს ის მოხარშე. ჩვენ მაღაზიაში მოხარშული კვერცხი იყიდება, ვიყიდე ფარი მოხარშული. გაზი დავტენეთ დღეს და სოსო ვიყავით გასულები. ცოტა მაშვება. ეს არი ფიქრობ ეს ყავა გადმომდის ხოლმე და მოკლედ ვერ დავადგი საშველი რომ გავხეხო.
Так, ეხლა მინდა მე რა ქვია ისა ტომატი და ცოტა მარილი, ხო? კიდე რაღაცა, ხო, ქონდარი. ტოლმა დავადგი, ხმა ჩამივარ და ტოლმა დავადგი, ტომატი წავსვი, ეხლა ცოტა მარილს დავაყრი და ცოტა ქონდარს. ცოტა მარილს დავაყრი. ასე. უნდა იყოს, ხო. თუ რამე მე დაემატება, ეს არის ქონდარი. ქონდარს ეხლა შევხედოთ რამე ჩხირები არ ქონდეს. ეგ არის პატარა რაღაცა. აი ჩხირი. ღეროები ანუ რა, ეს ჩხირი. მოკლედ აი ესე მოვაყრი. ბოდიში თუ გაქანავებთ. ესეც ასე. ეს ერთი ტოლმაც გამოვიდა, იქ დამავიწყე ერთი გახეული მქონდა კომბოსტო და ისიც გამოვიყენე, ძალიან კარგად გაეხვა ბოლო ისე. ხო, ტომატი შევკეთ თავის ადგილზე, მარილი. ეხლა გავარჩევ ოლივიესთვის. არა, ეს პრინციპში უკვე ფაქტიურად მზად არის, იმიტომ რომ გაროხს გავავლებ წყალში, იმას გავწკვნი, დავჭრი. ხო, სხვათა შორის სტაფილოს მე თავიდანვე ვთლი და ისევ ხარშავ. ოღონდ კარტოფილს ვრეცხავ, კარგად ვრეცხავ, რომ ის რაღაცა ჭუჭყი არ მიედოს. კვერცხს გავწკვნი, კეთებს მჟავე კეთს დავჭრი. მწვანილი მაქვს, პილპილი არ მიყიდია. ხო, არა უშავს. ამას დავაფარებ ეხლა ესე. მჭიდროდ, ნახოთ ერთი ცეცხლი კი ანთია, კარგად. მოკლედ ძნელი, როცა თავს ვერ გზნობ კარგად და დღეს ფაქტიურად არაფერი არ მიჭამია, იმიტომ რომ მეთქი ცოტა დავასვენოთ კუჭირო რაღაცა ხლებ გამიაროს თქო, მაგრამ არა, რაღაცა აი თითქოს ქვა მიდევს კუჭში, ისეთი გზნობა მაქვს სიმძიმის და რა ვიცი, ნახოთ ეხლა ალოხოლმა ცოტა თითქოს რაღაცა ცოტა შეღავათი მომცა. ესე არავინ არ მეხმარება. პრინციპში ბევრი არც არაფერი არ დასაკეთებელი. მაგრამ უბრალოდ თავს რომ ვერ გზნობ კარგად, ეს არის რომ იძულებული ხარ რაღაცა გააკეთო. ბავშვს უხარია საერთოდ ახალი წელი. ელენემ კიდე ჩამერიცხა და კამფეტები ვიყიდე ჩვენ მაღაზიაში. ასორტი გავაკეთე, მოკლედ ცოტა ეს გამოვიდა სადღაცას გეტყვია. გული 7 ლარის. აი ესე აქ სხვადასხვა კამფეტებია, არ არის ის აი ესე ეს შოკოლადები მოსწონს ჩვენთან ახლა ან 2 ლარის ამიღია რაღაც ასორტები და ეს მეხიკანა ესეთი რაც მე მომწონს იმას გავს რა ქვია ბატონებს გავს ხო რაღაც ესეთი შოკოლადები აი ესეთი ეს კიდე სხვა ფერებშია აქ
ხო რაღაცა აი ეს რა არის ვერ გავიგე უნდა გავსინჯო და მე შინია ვერაფერს ვერ ვსინჯავ ხო გეუბნებთ ეს რომ კამფეტია უბრალოდ ხო ეს საფუძვე კამფეტია მოკლედ აი ესეთი კამფეტების ნაკრები სხვადასხვა რა რამდენი სახეობაა სიმართლე გავიცი იმიტომ რომ ზოგი ერთია მაგალითად აი ეს წვანე ერთია ხო და ჯამში აი ამდენი ესე გამოვიდა რა კამფეტები და ესეც დაემატება აი მილკას ხო კიდე რა მივიღე ხო ნიგოზი უნდა გავაბლენდერა იმიტომ სადაც მანქანა არ მაქვს ბლენდერს კარგად უმკლავდება უკვე რამდენი წელია ესე ვაკეთებ თვითონ ან ბულიონს ან ცოტა წყალს მაშვები ვასხავ ნიგოს ვაბლენდერებ რომ არ გაიჭედოს ხო უის ეს როგორ დამოვიწყე და ეს კარტოში მოკლედ დატვირთული ვიყავი და მეთქი მერე ცალკე გავალთქო და კარტოში ვიყიდე 7 ლარად 6 და 99 აწერია რომ სვიტი ან ტკბილია და რა ვიცი მე ცოტა გავსინჯა სიმბოლურად მართალია მისი ყოველთვის მეშინო და გახსნის რა ვიცი ხეთებაც და რა უნდა მე მგონი სულ ფაზეც მატყობთ როგორ იმას რაღაც ინგლისის ამბობს ხო, განწყობას რაც შეეხება, ახლა განწყობა კი მაქვს, მაგრამ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ განწყობას თუ გუნავს და სადღაც მიმალავს, ხო, ეს ნაბეღლავი ამოვიტანე კიდე. ნახოთ, შეიძლება ხვალაც ერთიც ამოვაყოლო. ლიმიტი ხაფარმა. კიდე ესენი ამოვიტანე. რა ქვია მას? Coca-Cola ესეც კარტუში ეს 3 და რაღაცა დროს ამბავზა და ეს იყო ფაზაკლებაში ლარი და 99 ანუ 2 ლარი. სოსომეულნება არ შეიძლება ვეხო მეთქი არა ხოლმე არ შეიძლება თქო და ასე რომ სვით მინუს ხო ახლა ამ ვიდეოს ავტვირთავ და ოლივიესაც დავჭიროთ მაიონეზს არ გავუკეთებ. თავბრუდან ახლა მაიონეზს გავუკეთებ ხვალ. რა არ გაფუჭდეს. ესე იგი ოლივიეში რას გავაკეთებ? ჩვეულებრივად ამის სტაფილო, კარტოფილი, წვანე ხახვი, გაროხი, მოხარშული კვერცხი, მჟავე პიტრი, რამე მოვიწყდი და რა ვიცი, შეიძლება. და მაიონეზი ცოტა ოდნავ მარილს უკეთებ, ხოლმე სუსუ ოდნავ, საერთოდ არ უნდა, მაგრამ ოდნავ უკეთებ. კამით არ მომწონს ოლივიე, იმიტომ რომ კამით ადრე გავაკეთე არ მესიამოვნე რაღაცა. მაგას შევია წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ან ეგეც შეიძლება საერთოდ არ მოიყო. მაგრამ პილპილს ყოველთვის ვუკეთებ ხოლმე, ანუ შავ პილპილს ცოტას. ცოტა კი დამრჩა იმ პაჭკიდან, რომელიც 1 წელია უკვე მეგონი მაქვს თუმეტია რა. ხო, და მე დავადგა, ქვაბები არა მაქვს მეზობელს უნდა გამოვართვა. რაღაცა ხოლოს სხვა არა მაქვს, იმიტომ რომ ერთი დიდი ქვაბი მაქვს, ეს პატარა ქვაბი მაქვს და ახლა ეს ქათამი ხელა ამას ვერ შატევ ამ პატარა ქვაბში. მოკლედ დიდი ქვაბი ჭირდება რაღაცა რომ საცივი გავაკეთე და ოლივიე არ არის პრობლემა ჯამში. იმას ვისამ გავაკეთებ და მე კონტეინერებში გადავანაწილებ. კიდევ კაი რომ ვიყიდე კონტეინერები. ხო და ეს არის რა მოკლედ ყველაფერი. მანდარინი არ მიყიდე ჯერ, ანუ კამფეტები ვიყიდე, მაგრამ მანდარინი არ მიყიდე, ანუ ხილი არ არის. საერთოდ ერთი ძველი ვაშლები ესეთ სამწარი და ერთი გამხმარი მანდარინი, რომელიც მოკლედ ავჭამი. ხო, ასე რომ ხვალ უნდა ვიფიქრო მანდარინზე, ანუ ხილზე.
კარგით, ეს სამზადიში ვარ, ყველას მაქვს საქმე, დღეს ვერ დავალაგე სახლი. იმედი მაქვს, რომ დილას უკეთ ვიჩნევ თავს, უფრო ენერგიულად, იმიტომ რომ დილას ვიღვიძებ რაღაცნაირად, უფრო სხვანაირად ვჩნევ ხოლმე თავს. მივხედავ რა მოკლედ ახლა ჩემ თავს. შეიძლება კაპტოფრილიც დავლიო პირველად ცხოვრებაში არ ვიცი პიტნა მშველის ხოლმე. კარგით, აბა დროებით და ალბათ თქვენს ფუსფოსში ხართ. აკეთებთ სადილებს, რაღაცებს და თავარი არის რომ განწყობა იყოს კარგი გულით შეხვდე ახალ წელს, კაი გრძნობებით, ემოციებით. დანარჩენს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, აი იმ საჩუქრებს, იმ საჭმელს მაგიდაზე. თავარი არის რომ სიყვარულში და სითბოში იყოს ეს ყველაფერი. ხო, კარგით, აბა დროებით გავკოცეთ.